რუსული არმია ქაღალდის ვეფხვის შემდეგ ლოკოკინაც შეადარეს. თავად რუსებს კი ახალი სამიზნე აქვთ უკრაინაში ზაპოროჟიეს სახით. ასევე ამტკიცებენ, რომ ჩამოაგდეს უკრაინული ფლამინგო და რა თქმა უნდა, რა ხდება ფრონტზე. გამარჯობა. დღეს 11 ოქტომბერია 2025 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1325 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში და დღევანდელ ეპიზოდში ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებ. მანამდე კი ტრადიციულად დავიწყებ მადლობით. მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, ვინც აქტიურად უყურებს ვიდეოებს, ალაიქებს მას, აქტიურობს კომენტარებში, ასევე განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციას ეწევა. თქვენ კი, ვისაც დონაციის სრული გაქვთ, შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია და შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის დონაცია. შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე დონაცია გროვდება ხმის გასაუმჯობესებლად, რაზეც ხშირად წერთ კომენტარებში. თქვენ კი, ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე უკარნახებთ YouTube-ის ალგორითმს, რომ ეს ვიდეო ღირს ყურებათ. დავიწყოთ ნატოში ამერიკის ელჩის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ ლოკოკინა რომ დაგესვა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე 4 წლის შემდეგ ლოკოკინაც კი მიაღწევდა პოლონეთის საზღვრამდე, ხოლო რუსულმა არმიამ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზეც კი ვერ შეძლო გასვლაო. და ეს განცხადება პრაქტიკულად სინამდვილეს აღწერს, ფაქტობრივი მოცემულობა ასეთი არის, უკრაინის არმია ჯერ დონეცკის ოლქზე არ გასულა, მაგრამ მე ამ განცხადების მოსმენისას გამახსენდა იგავი კუ და კურდღელი. გემახსოვრებათ ეს იგავი, რომ დანაძლევდნენ და კურდღელი დარწმუნებული იყო მის სისწრაფეში, მის შესაძლებლობებში, შესაბამისად წაუძინა. აი ხოლო კუ ძალიან მიზანმიმართულად, მართალია კუს ნაბიჯებით, მაგრამ მიზანმიმართულად მიდიოდა ფინიშამდე და გემახსოვრებათ ყველას, რომ კუმ მიასწრო კურდღელს ამ იგავში. შესაბამისად ამერიკელებს, ნატოს და ზოგადად დასავლეთს ისე არ მოუვიდეს, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული დააგვიანოს ნაბიჯების გადადგმა და კუმ თავისი კუს ტემპით შედეგს მიაღწიოს. მით უფრო საფიქრალია ის, რომ დასავლეთი უფრო აქტიურად დღეს უნდა მოქმედებდეს და არა ხვალ და ზეგ, მით უფრო რომ იდეალურ ვერსიაში სწორი იქნებოდა გუშინ ემოქმედა. შესაბამისად კი, ასეთი განცხადებების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა, კარგია. პრინციპში რეალობასაც აღწერს და ვიდეოს ბოლოში, როდესაც ფრონტზე გადავალ და ნახავთ თუ რა ვითარებაა ფრონტზე, აბსოლუტურად მართალია, ძალიან ნელა მიზოზინებს, ასე ვთქვათ, რუსული არმია. ასე ვთქვათ, სტრატეგიულად ფრონტზე არაფერი არ იცვლება, თუმცა მიუხედავად ამისა, გარკვეული წინსვლები მაინც აქვს. ამიტომ დრო არის, რომ უფრო გადამწყვეტი და აქტიური იყოს დასავლეთი, მით უფრო თუ კი აი ამ ტომაჰავკების ციებ-ცხელებას გავაგრძელებთ. რა შეიძლება ითქვას ტომაჰავკებზე? ჯერ კიდევ რჩება ბუნდოვანება, არის ვერსიები, რომ ის უკვე უკრაინაშია, არის ვერსიები, რომ ტრამპს რაღაცა ბოლო გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. და რაზეც პრინციპში გადაჭრით ითქვა, არის ის, რომ სახმელეთო მოდიფიკაცია გადაეცემა, რადგან საზღვაო გაშვების საშუალება უკრაინას არ აქვს. უნდა ითქვას, რომ ეს სახმელეთო ვერსია შეზღუდული რაოდენობით აქვს, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენადაც ახლა სხვადასხვა ექსპერტულ წრეში ვრცელდება ინფორმაცია, მაქსიმუმი რაც შეიძლება უკრაინას გადაეცეს, ეს არის 200 ტომაჰავკი, 200 ერთეული. მაგრამ რა არის აქ გასათვალისწინებელი? აქ გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება, რომ კი ძალიან ძლიერი რაკეტაა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თავის კლასში. თუმცა ის არ არის აბსოლუტური იარაღი, ასე ვთქვათ, მისი ჩამოგდება შესაძლებელია. ჩვენ ვიცით, რომ ფრთოსანი რაკეტებით უკრაინაც იბომბება რუსების მხრიდან და უკრაინას არ აქვს დაბალი მაჩვენებელი ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების. მართალია, როგორც გავრცელებულია ინფორმაცია, ტომაჰავკი სჯობს რუსულ ბირთვულ ბოდიში ფრთოსან რაკეტებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებაც შესაძლებელია. შესაბამისად, დაუშვათ, რომ გადაეცა 200 ფრთოსანი რაკეტა და თუ კი
ისეთივე წარმატებით იმუშავებენ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, როგორც უკრაინული და ამ შემთხვევაში, შესაძლოა მომხდ უკრაინულს გასაგებია, რომ დასავლური ტიპის პატრიოტებზე ვსაუბრობთ, დაახლოებით 50%-იანი ცოტა მეტი სიზუსტე აქვს უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას რუსული ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ. შესაბამისად, აი ესეთი უხეშად რო დავთვალოთ, შესაძლებელია, რომ 200 მահალკიდან 100 რუსებმა ჩამოაგდონ, თუმცა 103-ზე ნამდვილად არ არის ცოტა. მით უმეტეს ზურგში, რუსეთის ზურგში და შესაბამისად ნახოთ რა მოხდება. გარდა ამისა, ტომაჰავკები კიდევ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამას შეიძლება მოყვეს უკვე გერმანიის ნაბიჯი და ტაურუსის ტიპის რაკეტები გადაიცეს ბოლოს და ბოლოს. უკრაინას მიუხედავად ყველაფრისა, ევროპა და ევროპული ქვეყნები ჯერ კიდევ მაინც უყურებენ რა ნაბიჯებს გადადგამს ამერიკის შეერთებული შტატები და პრინციპში მერედ გამენ ხოლმე შესაბამის ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ტომაჰავკები გადაეცემა უკრაინას, ამას უკვე მოყვება გერმანული ტაურუსებიც. გერმანიაზე საუბრისას ძნელია, არ გაგვახსენდეს გასულ კვირაში გერმანული ულტრამემარჯვენე AfD-ს ლიდერი ქალბატონის განცხადება, რომ გერმანელი ჯარისკაცები არ იბრძოლებენ უკრაინაში, უფრო სწორი რო იყოთ ციტირებაში, მან თქვა, რომ ჩვენი შვილები არ იბრძოლებენ უკრაინაში, თუ უნდა მერც წავიდესა თვითონ იომოს. მთელი ამ განცხადების აბსურდულობა და პოპულისტობა და მთელი AfD-ს მემარჯვენეობის იდეის აბსურდულობა იმაში არის, რომ ეს ქალბატონი ლესბოსელია. მას ის ოფიციალურად მისი მეორე ნახევარი ქალია, ასე რომ და გერმანიაში მათ ბავშვს აყვანის საშუალება არ აქვთ კანონმდებლობით, როცა ჩვენ გვატყუებენ, რომ ისინი თხოვენ თითქოს რაღაცას. არ შეუძლიათ, შესაბამისად მათ შვილები არ ყავთ და ის ვერსად ვერ გააგზავნის შვილს და აი ეს განცხადება AfD-ს პოპულიზმს და ზოგადად პოპულისტური პოლიტიკის სიბრიყვეს ძალიან ცხადყოფს. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ კი ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა ის დროა გამოეწეროთ არხი. კიდევ ერთი სიახლე, რაზეც მინდოდა მესაუბრა, ეს იყო მელანია ტრამპის გაკეთებული განცხადება, რომ აი გემახსოვრება წერილების გაცვლა პუტინთან უკრაინელი ბავშვების თაობაზე. მან თქვა, რომ ამ წერილებმა იმუშავა, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკავებულია ამ საკითხებით და პირდაპირ ხაზზე არის მელანია ამ ჯგუფთან, ეს ჯგუფი რუსეთში არის და ხდება უკრაინელი ბავშვების მოძიება რუსეთის ტერიტორიაზე და უკრაინაში საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. ჩვენ ვიცით, რომ ჰააგის სასამართლომ რატომაც გამოაცხადა პუტინი ომის დამნაშავედ, სწორედ უკრაინელი ბავშვები არიან, როდესაც ისინი მოიპარა პირდაპირ ოკუპირებული ქალაქებიდან და სოფლებიდან და გადაასახლა რუსეთში, ჩააბარა თავშესაფარში და ჩვენ ვიცით არაერთი უფლებადამცველის განცხადებები იმის შესახებ, რომ ამ ბავშვებს ისტორიას ავიწყებენ და მთლიანად ცდილობენ მათი მენტალური მდგომარეობა შეცვალონ, შესაბამისად უკრაინელი ბავშვები ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია უკრაინისთვის და ძალიან კარგი იქნება თუ კი მელანია ტრამპის აი ეს ნაბიჯები გაამართლებს და რაც შეიძლება ბევრი ბავშვი დაუბრუნდება საკუთარ ქვეყანას რუსული ტყვეობიდან. ვინც ის ამ ნაბიჯებით თუ კი ეს ქმედითი იქნება მელანიამ ტრამპს დაასწროს და ნობელის პრემია აიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ნობელის პრემია ტრამპმა ვერ აიღო ამ შემთხვევაში, თუმცა ვენესუელელი ოპოზიციონერი, რომელმაც აიღო ეს ნობელის პრემია, მთელი მისი ასე ვთქვათ სამადლობელი სტო პრაქტიკულად ეგ იყო, რომ ტრამპს ეძღვნება და ტრამპის მშვიდობის პოლიტიკას ეძღვნება ეს ნობელი, ასე რომ ამ მიმართულებით ეგეთი სიტუაცია არის. კიდევ ერთი ფაქტორი, რადგან მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება, იყო როგორც იქნა საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პუტინმა მიაღწია იმას, რომ ალიევს შეხვდა. ჩვენ ვიცით, რომ ხშირად უნდოდა პუტინს ეს, თუმცა ალიევი უარზე იყო და უარზე იყო მას შემდეგაც რუსეთში ჩამოაგდეს აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი. გახსოვთ ალბათ ეს პერიპეტიები, როდესაც
მათ შორის რაღაც რაციის გადაჭერის აუდიოც გავრცელდა თითქოს გროზნოს თავზე უკრაინელ რუსმა მეზენიტეებმა რუს მეზენიტეებს აერიათ უკრაინულ უპილოტო საფრინო აპარატებში ეს თვითმფრინავი და მაგეტონი ჩამოაგდეს რუსეთი ამას უარყოფდა პუტინი ძალიან ჯიუტად უარყოფდა ამ ამბავს ბოდიშის მოხდა არ უნდოდა შესაბამისად აზერბაიჯანმაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯები მე ამას მოყვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბვა, მოხდა აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების დაკავება რუსეთში და პირიქით აზერბაიჯანში რუსების დაკავება, მოკლედ ეს ასე ვთქვათ დაპირისპირება მწვავდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ პუტინს მოუწია უკან ნაბიჯის გადადგმა და იმისთვის რომ ასე ვთქვათ დემონსტრაცია გაეკეთებინა რომ მას სამხრეთ კავკასია ჯერ კიდევ არ გაექცა და შეუძლია დაალაგოს ურთიერთობები მიაღწია ალიევთან შეხვედრას თუმცა მთელი ამბავი არის იმაში, რომ ამ ალიევთან შეხვედრაზე ფოტოებს ნახავდით, ვინ როგორ იჯდა და სხეულის ნახშირ შემთხვევაში ბევრ ამაზე ელაპარაკობს, თუმცა მიუხედავად თავი დავანებოთ ამ სხეულის ენას, ის რაც ილაპარაკა პუტინმა იყო ბოდიში და კიდევ ერთხელ ბოდიში აზერბაიჯანის მიმართ, იმიტომ რომ ეს თვითმფრინავი ჩამოვარდა, მართალია მან ცოტა აბსურდული თემით ახსნა, რომ თითქოს ყველაფერში უკრაინული დრონები იყვნენ დამნაშავეები და ეს ანტი-საჰაერო რაკეტა, რომელიც ესროლეს იქვე სადღაც ახლოს აფეთქდა თვითმფრინავთან და შემთხვევით ნამსხვრევებმა ჩამოაგდო, მაგრამ ეს წმინდა სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით ცოტა წარმოუდგენელი ამბავია, იმიტომ რომ როგორც პუტინი ხსნის, თვითდინებით აფეთქდა ეს რაკეტა, რომელმაც ჩამოაგდო აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი, ხო? თუ კი როდესაც თვითდინები და თვითლიკვიდაციას ახდენს რაკეტა, ეს ხდება მაშინ, როდესაც საწვავი უთავდება მანამ სანამ ვერ მიაღწევს მიზანს, მე ეშვება დაბლა და უკვე ქვევით დაცემამდე ფეთქდება. შესაბამისად სადღაც ცაში თვითლიკვიდაცია ვერ მოხდებოდა. პირიქით, ფოტოები რომელიც გავრცელდა, რომ დაცხრებული იყო ეს პატარა ნახვეტები ჰქონდა, პატარა ბევრი ნახვეტი ჰქონდა ამ აზერბაიჯანულ ავიალაინერს ადასტურებს იმას, რომ ჩამოვაგდეს ის, იმიტომ რომ ეს რაკეტა როგორ მუშაობს, მიფრინავს, ზოგი შემთხვევაში ხდება პირდაპირ დაჯახება, ზოგ შემთხვევაში 10 მეტრის დაშორებით ხდება აფეთქება და ბევრი სხვადასხვა ასე თქვა საკმაოდ მძიმე მართალია, მაგრამ ნამსხვრევით ხდება განადგურება. შესაბამისად, ყველაფერი ფოტოები ამაზე მიამსგავსებდა, თუმცა როგორც თქვი, ალიევმა პრაქტიკულად მიიღო ეს ბოდიში, აღარ დაიწყო თავის გასულელება და აღარ დაიწყო რაღაც რომ აი რაღაცა თითქოს არარეალისტურ სცენარს ხატავდა პუტინი, ეს გაატარა, მიიღო ბოდიში, ასე რომ როგორც ხედავთ, რუსეთთან მიმართებაში არ არის აუცილებელი ყოველთვის თავის დახრა პირიქით, თუ კი მას დაუდგები, თუ კი მას წინააღმდეგობას გაუწევ, ის მზად არის უკან გადადგას ნაბიჯები. და ჩვენ ახლა შეგვიძლია ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და ასე ვთქვათ პუტინთან შეხვედრაზე გერასიმოვმა თქვა, რომ ახალი სამიზნე აქვს რუსულ არმიას და ეს ახალი სამიზნე არის ზაპოროჟია. და საკმაოდ ასე ვთქვათ უცნაური იყო ეს განცხადება, უცნაური არა იმიტომ, რომ არ არსებობს სამიზნე უკრაინაში, რომელიც რუსეთს უნდა რომ აიღოს, უცნაური იყო იმდენად, რამდენადაც ჯერ ის საბრძოლო ამოცანები არ აქვს დასრულებული რუსეთს, რომელიც ჯერ კიდევ საგაზაფხულო კამპანიის დროს, ჯავარდნელი კამპანიის დროს და ისახა გულისხმობ დონეცკის საზღვარზე გასვლას და ახლა როგორ რატომ გადაირთვა მათი ყურადღება ზაპოროჟიაზე, ცოტა უცნაურია. თუმცა სანამ ამ ამბავზე გადავალ, კიდევ ერთი სიახლე, როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბალტიის ქვეყნები ატარებენ წვრთნებს მასობრივი ევაკუაციის შესახებ. ანუ იმ ტერიტორიებიდან, რომელთაც რუსეთს ესაზღვრება, ამ ტერიტორიებიდან უფრო დასავლეთ ნაწილში მოსახლეობის ევაკუაციის წვრთნები ტარდება და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ევროპაში და ნატოს წევრი ქვეყნები რუსულ საფრთხეს. და ახლა დავუბრუნდეთ ის
დავიწყეს ბლოკი, საუბარი არის ფრონტზე. ზაპოროჟიე არის ქალაქი, რომელიც არის ოლქ ზაპოროჟიეს ადმინისტრაციული ქალაქი, ეს დედაქალაქი ამ ოლქის. თავად ზაპოროჟიე ნახევარი ოკუპირებული აქვს ოლქს გულისხმობ რუსებს, მეტიც მათი აბსურდული რეფერენდუმით, რომ ჩაატარეს მაგ რეფერენდუმის მიხედვით ზაპოროჟიეს ოლქი რუსეთის შემადგენლობაშია და გარდა ამისა, ქალაქი ზაპოროჟი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი და მნიშვნელოვანი ქალაქი. იქ არის, ასე ვთქვათ, მოტორსიჩი, ეგეთი ქარხანა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მსხვილია ვერტმფრენების და სხვა საფრენი აპარატების ძრავების წარმოების კუთხით. შესაბამისად, თუკი მიზანს მიაღწევს რუსული არმია და აიღებს ზაპოროჟიეს, ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად რუსული არმიისა. მეცაც ვფიქრობ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი მნიშვნელობის წარმატება იქნება, თუკი ქალაქი ზაპოროჟი აიღეს, მას შემდეგაც ომი დაიწყეს, აი მარიუპოლის აღებაც კი შესაძლოა ვერ იყოს, ან შეიძლება თანაბარ დონეზე იყოს წარმატებების თვალსაზრისით, აი მარიუპოლის აღება ზაპოროჟიის აღებასთან, თუმცა იქამდე ძალიან შორია, ასე ვთქვათ, და ახლა გადავიდეთ რუკაზე და გაჩვენებთ სად რა მდგომარეობა არის ზაპოროჟიემდე მოვიხილოთ დანარჩენი ადგილებიც, ასე ვთქვათ, სუმი, კუპიანსკი, დობროპილიე, პოკროვსკი და მათ შორის აი ეს სამხრეთის მიმართულება, სამი ოლქის საზღვარი, თქვენ იცით რომ აქ არის გააქტიურებული ძალიან რუსული არმია, ეს არის ოლქების დონეცკი, ზაპოროჟიე და დნეპროპეტროვსკი, აი ამ ოლქების გზაგასაყარზე არის აქტიურობა და მას შემდეგაც აი ამ მიმართულებას მოვიხილო, მე გადავალ უკვე ვიდეოს ბოლოში ზაპოროჟიის მიმართულებით რა ხდება. როგორც გითხარით, დავიწყოთ სუმის ოლქით. აი აქ ჩვენ გვაქვს მცირეოდენი ცვლილებები. გახსოვთ, გეუბნებოდით, რომ აქ უკრაინა იყო კონჩეტევაზე გადასული, თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნა რუსების წინსვლაც. აი თქვენ ხედავთ, რომ ეს არის 11 ოქტომბრის მონაცემი, დღევანდელი მონაცემი და მინდა რომ თქვენი, ასე ვთქვათ, ყურადღება გავამახვილო აი ამ მონაკვეთზე, რომელიც ახლა შემოვხაზე. თუკი ჩვენ თარიღებით გადავალთ, ხედავთ 5 ოქტომბერი, აი ეს ნაცრისფერი ზონა ნიშნავს იმას, რომ ამას არავინ არ აკონტროლებს, ანუ აქ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, წითელი არის, რასაც რუსები აკონტროლებენ და ხედავთ, რომ 5 ოქტომბრიდან 6 ოქტომბერზე რო გადავდივართ, ნაცრისფერი ზონა ფართოვდება და შემდეგ უკვე 8 ოქტომბრიდან რუსების მცირედი წინსვლა, თუმცა მას შემდეგ აი 11 ოქტომბრამდე მოვედით და ისევ გაჩერებული არის ვითარება. ახლა გადავიდეთ ხარკოვის მიმართულებაზე და შეგახსენებთ მე, რომ კუპიანსკის აღებას დიდი ხანია ცდილობენ რუსები და აქაც, როგორც ხედავთ, არანაირი სერიოზული წინსვლა არ არის. აი ეს ქალაქის 2/3 უკვე დიდი ხანია აღებული აქვს 26 სექტემბრის შემდეგ, აი აქ ვითარება უცვლელი არის, შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავიდეთ ლუკაზე, მაგრამ 26 სექტემბერი, ესეთი არის ვითარება და შემდეგ მოვდივართ და არაფერი რეალურად არ იცვლება, გვაქვს უცვლელი ვითარება კუპიანსკში. იქ სადაც შედარებით მეტი ცვლილებები არის სამხრეთ მიმართულება, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დობროპილიეს გარღვევა. ამ დობროპილიეს გარღვევაზეც შეიძლება ითქვას, რომ ვითარება მეტნაკლებად შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ წინა ეპიზოდებში გიყვებოდით, რომ ამ მიმართულებიდან სოფიისკიზე, აი ამ ქალაქზე, ცდილობდნენ ამ ქალაქის დაკავებას იმისთვის, რომ აი ეს გზები უკრაინისთვის გადაეჭრათ. ამ გზების კონტროლი რუსებისთვის მნიშვნელოვანია, იმდენადაც
აი აქ ალყაში მოყოლილ რუსებს დახმარებოდნენ და აი აქ, ხოლო აი ამ მიმართულებაზე არ განვითარებულიყო ახალი ალყა. ლურჯი ფერით აღვნიშნოთ, რას ცდილობდნენ უკრაინელები, აი ამ მიმართულებაზე უნდათ გაჭრა უკრაინელებს იმისთვის, რომ აი ეს ნაწილი რუსებისგან გაეწმინდათ და შესულიყვნენ, თუმცა მე გეუბნებოდით, რომ აი სოფიისკიზე ცდილობდნენ გასვლას რუსები იმისთვის, რომ ეს გზა გადაეჭრათ და შესაბამისად ახლა რუკას რო დავაკვირდეთ, მცირედი ცვლილებები გვაქვს აი ამ მიმართულებაზე, როგორც ხედავთ, იმის ნაცვლად, რომ აქ რუსები ალყაში მოყოლილიყვნენ, ისინი გამაგრებას ახერხებენ, როგორც ჩანს, რუკის მიხედვით ჯერ სოფიისკიში მისულები არ არიან რუსები, თუმცა ყოველ შემთხვევაში აი ეს კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, აი ეს გაჭრა, რომელიც უნდათ უკრაინელებს, რომ აი აქ შემოსულიყვნენ და აქ შემოსულიყვნენ იმისთვის, რომ აი ეს ტერიტორია, ასე ვთქვათ, ალყაში საკმაოდ დიდი რუსული დაჯგუფება მოექციათ და შემდეგ აიღოთ, ეს ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა. უკვე დაახლოებით ერთი თვე არის დობროპილეს მიმართულებით სტრატეგიულად არაფერი არ შეცვლილა, მას შემდეგაც ერთი გარღვევა შეძლეს რუსებმა ამ დობროპილეს გარღვევა და შემდეგ უკვე უკრაინელებმა კონჩეტებით აი ეს სურათი მივიღეთ, რომელიც ახლა გვაქვს და უკვე რამდენიმე კვირა აქ არის ესე ვითარება გაყინული. პოკროვსკის რაც შეეხება, პოკროვსკიშიც ვითარება უცვლელი არის, როგორც ხედავთ, ქალაქთან, ასე ვთქვათ, ქალაქში ისევ არ არიან, მხოლოდ მის მისადგომებთან და ეს ვითარება უკვე რამდენიმე დღეა არ იცვლება, მაგრამ თქვენ სექტემბრის შემდეგ ხედავთ რა ვითარება არის ამ 10 დღეში, 11 დღეში ოქტომბრის. იქ სადაც მეტნაკლები ცვლილებებია, ეს არის უკვე, როგორც გითხარით, სამხრეთ ნაწილი დონბასის, სადაც არის ეს გზაგასაყარი 3 ოლქის, აი აქ არის ზაპოროჟი, ეს არის დნეპროპეტროვსკი, ეს არის დონეცკი და აი ამ მიმართულებას დააკვირდით, აი აქ ჩანს, რომ გარკვეული სოფლების მიმართულებით წინსვლა არის, აი დავიწყოთ, ასე ვთქვათ, საშემოდგომო კამპანია 1 სექტემბრიდან ავიღოთ 10 წერტილი და თქვენ ხედავთ, რომ აი ერთი წამით მოვნიშნავ, აი დააკვირდით ამ ტერიტორიას, აი აქ სადაც ხელშემუხაზე, ამ 10 დღეში როგორ იცვლება ვითარება, ეს არის 1 თვის და 11 დღის მონაგარი რუსების მხრიდან. და რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი და ხელშესახები, ასე ვთქვათ, ჩვენ როგორც გითხარით, ზაპოროჟიის აღება აქვს ახალ სამიზნედ ბატონ გერასიმოვს. ახლა ყველაზე ახლოს ქალაქ ზაპოროჟიიდან არიან მოდი გავზომოთ, რამდენი კილომეტრში ეს არის ყველაზე ახლოს წერტილი, რომელსაც აკონტროლებენ და ესეც ზაპოროჟი. 26 კილომეტრი აშორებთ. თუმცა რა არის აქ მნიშვნელოვანი? დააკვირდით ამ ტერიტორიას უკვე ძალიან დიდი ხანია. არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით არ არის, არანაირი წინსვლა იმ მიმართულებიდან, სადაც ყველაზე ახლოს არიან ზაპოროჟიესთან არ არის. თუმცა აი ამ მიმართულებაზე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ, აი ამ მიმართულებაზე არის წინსვლა და როგორც გითხარით, აი აქ არის ზაპოროჟიის ოლქი, ეს არის დნეპროპეტროვსკის ოლქი, ეს არის დონეცკის ოლქი. ანუ რომ
დავაკვირდეთ აი ამ მონაკვეთს. აი აქ აქვს წინსვლა მთელი ასე ვთქვათ სექტემბრის განმავლობაში. აი დააკვირდით, სოფელ წინ მიიწევენ და როგორც გითხარით, ეს მათ შორის არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც აი ეს შეტევა თუ კი განვითარდა, ზაპოროჟიეზე და აქიდანაც თუ დაიწყეს წინსვლა, ჩვენ ახავთ, რომ ორი მიმართულებიდან წავა შეტევა ზაპოროჟიეზე და გარდა იმისა, რომ აი ამ ორი მიმართულებიდან წავა ზაპოროჟიეზე შეცვლა, აი აქ საკმაოდ დიდი ტერიტორია აღმოჩნდება ოკუპირებული. მაგრამ აქ ახლა რა არის საგულისხმო? არათუ ზაპოროჟიე, აი აქ არის ორი ხივი, როგორც ხედავთ, ერთი წამით. აი ეს არის ორი ხივი, მოზრდილი ქალაქი, ასე ვთქვათ და ორი ხივის აღება ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს უნდოდათ, თუმცა როგორც ხედავთ, აი აქ ფრონტი გაიყინა და ვერანაირი წინსვლა ვერ იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ან პარალელურად ამ ყველაფრისა, საგულისხმოა ის ამბავი, რომ დამატებითი ძალების გადმოყვანა ხდება დამატებითი ძალების აი ამ დამატებითი ძალების გადმოყვანა ხდება ზაპოროჟიის მიმართულებით იმისთვის რომ შემდეგ უკვე აქედან ქალაქზე მოხდეს ზეწოლა. თუკი ამ დაჯგუფებებს მოხსნიან, გამოდის რომ მათ ასე ვთქვათ საბოლოოდ თუ არა რაღაცა პერიოდით უარი თქვეს პოკროვსკზე, დობროპილიეზე და იმ მიმართულებაზე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც ასე ვთქვათ დონეცკის ადმინისტრაციული საზღვრის ოლქის საზღვარზე გასვლას. როგორც ხედავთ, კონსტანტინო კრამატორსკი, სლავიანსკი ჯერ ისევ ხელშეუხებელია, ახლოსაც არ არიან. შესაბამისად არ მაქვს წარმოდგენა რა ბედი ეწევა ამ მიმართულებას თუ კი გადაწყვეტენ ზაპოროჟიეზე სიტუაციის გაძლიერებას და იქ ასე ვთქვათ შეტევითი ოპერაციების წარმოებას. ყოველ შემთხვევაში ისევ რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი უტევს იქ, სადაც შეუძლია და არა იქ, სადაც დაგეგმილი აქვს. ეს ისე არ უნდა გავიგოთ თითქოს არსებობს რომელიმე მიმართულება უკრაინაში, რომელიც რუსებს არ აინტერესებთ, ნებისმიერი მიმართულება აინტერესებთ, თუმცა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა მცირე წინსვლებსაც ხედავთ არა რაღაცა გეგმაზომიერად და რაღაცა კანონზომიერებაში ჩასმულს, არამედ უბრალოდ იქ, სადაც შეძლებენ გარღვევას. შეგახსენებთ, რომ თუ ამ დრომდე ვიდეო არ გაქვთ დალაიქებული, ახლა დალაიქოთ ვიდეო, თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, იაქტიურეთ კომენტარებში, ასეთი იყო ვითარება ფრონტზე და მინდა კიდევ ერთ ამბავზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ეს არის რუსების მტკიცება, რომ ჩამოაგდეს ფლამინგო, ეს უკრაინული ფრთოსანი რაკეტა, როგორც უკრაინელები ეძახიან, ზოგი შორი მოქმედების დიდ დრონსაც ეძახის, მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ამაყები არიან რუსები იმით რომ ეს ჩამოაგდეს, მაგრამ არის ერთი საეჭვო გარემოება, რამდენად იყო ეს ნამდვილად ფლამინგო, ანუ იმის დამადასტურებლად რომ ფლამინგო ჩამოაგდეს, რუსებმა რაღაცა რაკეტის ნარჩენების და სქემების ფოტოები გაავრცელეს და ასევე გაავრცელეს ერთი ფოტო, სადაც არის უკრაინული წარწერა. აი ახლა სწორედ ამ ფოტოს ხედავთ თქვენ ეკრანზე, როგორც ხედავთ უკრაინული წარწერები და იქ სადაც არის განმარტება ასე ვთქვათ დაცვის დონის შესახებ, სტუპენ წერია და არა სტუპინ. ანუ უკრაინულში ეს სტუპენში არ იწერება, როცა უკრაინულად წერს, სტუპინ წერტილიანი i უნდა იყოს აქ, თუ კი ეს მართლა უკრაინელების დაწერილია. შესაბამისად, აი ამ ფოტოს გავრცელებამ, ასე ვთქვათ,
გააჩნია ეჭვები, რამდენად მართლა ფლამინგო არის ჩამოგდებული და ხომ არ გვაქვს ფაქტების გაყალბებასთან საქმე, რომელიღაცა რუსის საველე მეთაურის, რომელმაც რაღაც დიდი დრონი ან რაღაც სხვა ჩამოაგდო, ან რამე სხვა რაკეტა და შემდეგ აი ესე გაყალბებით ეცადა წარმოეჩინა თითქოს ფლამინგო ჩამოეგდო. ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ, ვერც იმას, ასე ვთქვათ, გამოვრიცხავ, რომ ქარხნულად უკრაინაში აწყობის დროს ვინმე შეეშალა და წერტილიანი ის მაგივრად ედაწერა. ცოტა ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ სერიულ სამხედრო წარმოებაში ასეთი შეცდომა გაიპაროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გავა, ეხლა ფლამინგოც არ არის აბსოლუტური შეიარაღება და როცა იქნება, ნამდვილად ჩამოაგდებენ. ხო და თუ კი სხვა, ასე ვთქვათ, რაკეტებსაც მსგავსი ტიპის შეცდომა იქნება, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ უკრაინელებს შეეშალა თუ არა და შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ რუსები ეცადნენ ფაქტის გაყალბებას, ну, ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეთი მდგომარეობა. უკვე მესამე ან მეოთხე ეპიზოდია გაბმულად მიწევს საუბარი იმაზე, თუ რას ამბობენ რუსი იმპერიალისტი პატრიოტები და ზედბლოკერები. ჩვენ როდესაც ასე ვთქვათ ფრონტზე სიტუაციას უყურებთ და მათ შორის თავშიც ვახსენე ხო კუსტა კუდრელის ამბავი, რომ ნელა მეთოდურად, მაგრამ თითქოს წინ მიიწევს რუსეთი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლო 1000 დღეში თუ მეხსიერება ამ ღალატობს, ჯამში რისი ან უკრაინის ტერიტორიის ჯამურად 1%-ის ოკუპაცია შეძლეს რუსებმა, ასეთი მონაცემი წავიკითხეთ, თუ მეხსიერება ამ ღალატობს შეიძლება 1000 დღე იყო, შეიძლება რაღაც სხვა მონაცემი, მოკლედ ზუსტად როდიდან როდემდე არის საუბარი არ მახსოვს, თუმცა საუბარია მინიმუმ აი ამ რაღაცა 1%-ზე უკრაინის ტერიტორიის აღების. შესაბამისად, როდესაც ყოველ კვირეულად ჩვენ ვაკვირდებით რუკებზე ცვლილებებს, შეიძლება შეგვექმნას განცდა, რომ რაღაცა იმის, რასაც რუსები ტელევიზორში აცხადებენ, სიმართლესთან ახლოს იყოს, მაგრამ სწორედ აი ის რუსები, ვინც ფრონტზე არიან, ისინი საპირისპირო ინფორმაციებს ავრცელებენ და პირიქით გაჩნდა უკვე ძალიან აქტიურად განცხადებები იმის შესახებ, რომ რასაც რუსები ტელევიზორში თქვენ მიმართავენ თვითონ რუსებს, ვინც მოსკოვში და სხვა ქალაქებში არიან, რასაც ტელევიზორში გიყვებიან, ეგ ტყუილია, ფრონტზე ვითარება გაცილებით რთულად არის, ომის მოგებამდე შორს არის კი არა, საერთოდ ეს ომი უკვე წაგებულია, ასეთი განცხადებები შეხვდება ზედბლოგერების ტელეგრამ არხებზე და უკვე გაჩნდა, ასე ვთქვათ, მოწოდებები ან დავანებოთ თავი ამ ომს, ან ბოლოს და ბოლოს გამოიყენეთ ბირთვული რა გახდა. ესეთი მოწოდებებიც კი ისმის ფრონტიდან პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, ასე რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, მე არაფერს ვამტკიცებ, ამ შემთხვევაში გიყვებით იმას, რასაც ზედბლოკერები წერენ. მართალია პუტინს აქვს შუალედური გამოსავალი ომის დამთავრებასა და ბირთვულის გამოყენებას შორის და ეს არის ის, რასაც მას გენერლები თავაზობენ და აქ საუბარი არის მასობრივ მობილიზაციაზე. თქვენ იცით, რომ ომი რომ დაიწყო, მაშინ რომ ერთხელ მოხდა მობილიზაცია, მას შემდეგ ესეთი მასიური მობილიზაცია აღარ ყოფილა. ძირითადად რუსეთი არმიის რიგებს ავსებენ ეგრეთ წოდებული კონტრაქტიკები, რომლებიც ანუ მობილიზაცია იყო მე ციხეებიდან წაყვანა და ახლა ძალიან პოპულარული არის ნებაყოფლობით გარკვეული საფასურის ფასად წასვლა და ომი. თუმცა გენერლები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის, გარდამტეხი უპირატესობის მოსაპოვებლად და საჭირო არის მინიმუმ 9 მილიონი 600,000 ადამიანის მობილიზება. თუმცა ამას დიდი ხანია რუსი გენერლები ამბობენ და პუტინი არადა არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ვერაფერს ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, რატომ არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა არ გამოვრიცხავ, მას კონდეს გარკვეული ანალიტიკური ოპერატიული ინფორმაცია იმ განწყობების შესახებ, თუ რა შეიძლება მოყვეს მასობრივ გაწვევას და ამიტომ ვიკავებს თავს. ყოველ შემთხვევაში ვითარება არის ასეთი და ყველაფერი პრინციპში, თუ კი ყველა მხრიდან შევხედავთ და როგორც ფრონტს დავაკვირდებით, ასევე ცოტა ფართო სურათში ვნახავთ, რა ხდება.
პრინციპში მივალთ იმ აზრამდე, რომელსაც საკმაოდ ასე ვთქვათ ხშირად ვიმეორებ, რომ ომი ახლა რეალურად არის ჩიხში. უკრაინა მთელი ამ ომის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეძლო კონტრშეტევა და მანამდეც თავდაცვაში უწევს ყოფნა. რუსები ცდილობენ შეტევას, ზოგან გამოსდით, ზოგან არ გამოსდით და აი ასეთი არის ვითარება. ჩიხური თუ კი რაიმე, ასე ვთქვათ, გარდამტეხი არ მოხდა, ისეთი როგორც თავის დროზე იყო დრონების, FPV დრონების თემა, რამაც პრაქტიკულად დააკარგინა რუსეთს უპირატესობა და შეაჩერა იქ, სადაც შეაჩერა და გაყინა ეს ფრონტის ხაზი, რაღაცა ისეთი გარდამტეხი თუ არ მოხდა, ომი გაგრძელდება კიდევ დიდხანს და იქნება ასეთი მდგომარეობა. ბოლოს კი ამ კვირის დასაწყისში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კიევში ისევ წავიდა დენი და ეს იყო, ასე ვთქვათ, რუსული საჰაერო იერიშების შედეგი. მე წინა ეპიზოდში გიყვებოდით, რომ რუსებმა გააქტიურეს ავიადარტყმები სწორედ უკრაინის ენერგეტიკის მიმართულებით. უშუქობა კიევში დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე აღდგა, თუმცა მერე იყო პასუხი ბელგოროდზეც და ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ კი გაგრძელდება უკრაინის ენერგეტიკაზე რუსული დარტყმები, მაშინ მოხდება მოსკოვის ბლეკაუთი, რაც ნიშნავს მოსკოვში ელექტროენერგიის წასვლას. ნახოთ ამ მიმართულებითაც როგორ განვითარდება მოვლენები. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. ასეთი ეპიზოდი გამოვიდა. კიდევ ერთხელ მადლობა, ვინც მიყურებს მუდმივად ჩემს ერთგულ მაყურებელს, ჩემს გამომწერებს, თქვენიც აქტიურობთ კომენტარებში. ასევე განსაკუთრებული მადლობა, ვინც დონაციას ეწევა. თქვენ კი, ვისაც დონაციის სურვილი გაქვთ, შეგახსენებთ, რომ აღწერაში არის ანგარიშის ნომერი. დონაცია ამ დროისთვის ხმის გასაუმჯობესებლად კეთდება. თქვენ კი ვისაც არხიც კი არ გაქვთ ჯერ გამოწერილი და ახლა აღმოჩნდეთ პირველად, უმორჩილესად გთხოვთ, გამოიცროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე ჩემს არხს დაეხმარებით ინფორმაციის უფრო გავრცელებაში და თვითონ არხს გაზრდაში. მადლობა, ნახვამდის დროებით.